ბაქს გაუმარჯო თავის ყველა უბნებითა ნახტებილისელს გაუმარჯოს ორმარილით სტუმრებითა მეფეთუბას გაუმარჯოს ავლაბარდა ორხაჭალას თათმინდას და ვერავაკეს საბურთალოს დავჭალას ნახალოვკას გაუმარჯოს დიდუბეს და ელიასა ოქროსუბას ხარფუხს დიღოს მესხებსა და მეიდანსა გაუმარჯოს ქრისტე ღმერთსა ჩვენი მომავლის იმედსა ბიჭებსა და გოგოებსა ვენაცვალე დიდებსა და პატარებსა ეკლესიას გაუმარჯოს ოჯახსა და ნათესავსა ის თბილისელზე გაუმარჯოს ის სიკეთეს დათესავსა ის თბილისში სწორად დადის გაუმარჯოს იმად ღმერთსა ვის აქედან არსად გადის ვენაცვალე მადმედებსა გაუმარჯოს თბილის ქალაქ იმის სიყვარულის ამარაკს მრავალენაზე ლაპარაკს ჩვენს სალოცავ წმინდა ლაკს ყველა ქართველს გაუმარჯოს ყველა სომეხ ყველა რუსა ებრაელს და უკრაინელს თათარს აისორს და კურსა კარგაც გაუმარჯოს თავის წილი ცხოვრებითა საქართველოს გაუმარჯოს ახლობელ მეგობრებითა თბილისის სახელსაცხოვეს ისე დაწევეს ვეღარ ადგეს ვისაც გული არ შედგება რომ ქალაქი ფენზე დადგეს მინდა ვადღეგრძელო იეთემე გორჯის საათნობა გაჭირდება ჩაიველისა და შემოგელმე ისამერელ ხილიმოვა აშკარა ვარდი გაფუძნილი და ბულბულ მაიწყო გოლობა ვახა ბულბულ არიტირო გენაცვალე გაზაფხული ისრმოვა Nay 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 Bravo! Bravo! მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეხა მე რო ვთქვა ჩვენი დღევანდელი სტუმარი ბუბა კიკაბიძეო სირცხვილი იქნება, იმიტომ რომ თუ კი ვინმეა ნამდვილი პერსონა და ნამდვილი ვარსკვლავი საქართველოში ეს არის ბატონი ბუბა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. უღრმესი მადლობა ამ არაჩვეულებრივ ხალხს. ჩვენ აქ ისევ გადმოვინაცვლებთ, ეხა წავიდეთ იქით ქალბატონები გველოდებიან. ჩვენი პირველი ბლოკის სტუმრები გახლავთ ლიზა ბაგრატიონი და მარინა საღარაძე. მოგესალმებით ქალბატონებო. გამარჯობათ. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად. დაბრძანდით ბატონო ბუბა. პატივია ბატონო ჩვენო დღეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი პატივია რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის თავი პერსონა არის ბატონი ბუბა. ბატონ ბუბა, ეხლა მთელი თქვენი ცხოვრებაში უნდა გამოგზაუროთ. თანახმა ხართ? დავიწყოთ თავიდან. არავის არ ეგონა ამ ხრინწის პატრონი თუ მომღერლობას დაიწყებდაო. რატო გადაწყვეტეთ რომ მომღერალი გამოსულიყავით? როცა მაშინ დიახ სამხატვრო საბჭოები იყო ფილარმონიაში და რომ ემიყვანა ფიძაჩემა ჯანო ბაგრატიონმა ლიზას ბაბუო კასაშინჯად მერე ესეთი ფრაზა იყო დასკვნაში დიახ რუსულად წერდა რატომაც ეტარად ივო ხრიპლი გოლოს ადაიო ზაგნივაიში მზაპადა
და გაგიშვეს ხო? არა. დედა თქვენს მაგალითად სუცხენოდა, რომ ეკითხებოდნენ ვინ არის შენიშვილი, ვიღაც ამბობდა, რომ აგრონომი, ვიღაც ამბობდა, იურისტი და ფიზიკოსი, მეცნიერ-მუშაკი და ჩემი ბარაბანში კი ესე ამბობდა. დედაჩემს ხო ძალიან ცხენოდა, იმიტომ რომ ვიღაცაზე მეუბნებოდა გვარი აღარ პასუხს, მეგონა გადიანის ქალი იყო. მითხრა შვილი როგორ არის, მე ვკითხეოდა მოსკოვშიო მათემატიკის იმაში რაღაცა კათედრაზე შენიო ეს გაწეთლებულა და იქეთ გავუხედე და ჩემიო პარაფნებზე უკრავს. ლიზა და მარინა, აი ყველაზე დიდი ოვაცია სადაც გინახავთ, ორივე საგრიმოში ყვებოდა, რომ თქვენ არ იცით რა ხდება, როცა სხვა ქვეყნებში ჩავდით. ეგრეა ზუსტად. არა, მე მაგალითად სულ ვამბობ, რომ პირველად რომ ვიმოგზაურე მასთან ერთად, თან სული მიჩუქდება, მეტირება, მეცინება, თან ძალიან მეწოდება. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მშვიდად ვერც აუზმობს, ვერც მოგზაურობს, ვერაფერს ვერ აკეთებს, იმიტომ რომ სულ არის უდიდესი ყურადღება მის მიმართ, სულ თხოვენ რომ ფოტო გადაიღოს, სულ არის აი ამ რაღაცა პოზაში, როდესაც უნდა ადამიანებს ყურადღება მიაქციოს, მე მიუხედავად მისი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ აძლევს ადამიანს საშუალებას რაღაც ენერგიულად გაატაროს დღე, არ მახსოვს მე რომ ვინმესთვის უარი ეთქვას, არ ადგეს, არ გაუცინოს, არ გაეხუმროს, არ იპოზიოროს. ერთი ორი ანეკდოტი არ მოუყეს, როგორ იმახსოვრეთ? ანეკდოტებს ყვება ისეც ხანდახან სცენიდან, რომ მე და სოსო ესე კოლისებში გავარ და სულ გონია რომ აი ეხლა ჩამოაგდებენ და ეხლა ჩამოაგდებენ. მაგრამ არა, აი რაღაცა ეს არის მე უთხარი კიდეც, მე უთხარი პოპულარული რო იყავი, ვიცოდი, მაგრამ ჯექსონი თუ იყავი, ნამდვილად არ მეგონა. ეს არის რაღაცა საოცრება. წარმოუდგენელი. წარმოუდგენელი მაგრამ თვითონაც აი ამ არ გეგონოთ რომ აი რაღაცა ისე იქცევა როგორც ამას მიჩვეული ადამიანები. ან შეფერებული აქვს, ან რაღაცნაირად არ აქცევს ყურადღებას. არ არსებობს რომ მოგცეს უფლება რომ ყვავილები დავტოვოთ კულისებში. ხანდახან ხო რომ დამთავრდა კონცერტი და იქიდან მივრბივართ აეროპორტში სადღაც მივდივარ. ადამიანები გადაიღადი შეწყვილებული გადაიღეთ ახლა და ჩვენ აი ესე ამხელა ყვავილცი როგორ რომ ბაზარში წაიღებ და გაყიდი იმდენია. საწავიღო ახლა აი ესე წამოიღე და მოვდივარ დავყვავილებით საწავიღოთ არ ვიცით იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ვართ ხო სტუმრად იმ წუთში. საოცარი ისტორია იყო ერთი რა ძალიან ბევრია ეს წამოდიან ლექსებით მიძღვნებით ამას წინათ იმაში ოდესაში ხალი ამოვიდა და ვახტანგასთან წინაშე я Лариса Ивановна და უნდა გენახარა რა ბედნიერი იყო ხო ისეთი ბედნიერი იყო რომ როგორც იქნა ესე იგი მინინო ნახა Лариса Ивановна რატო რა აი ესეთი უთმო გაჩეჩილი მაგრამ ისეთი ბედნიერი იყო ხალხი ამას რომ უყურებ აი სულ ვამბობ იცით ხო არის რომ აი რაღაცნაირად ან მოგბეზდება ან დაიღლებიან სულ დგავარ კულისებში და სულ უყურებ. ჯერ ეს ერთი ეს ჩემთვის დღესაც აკადემია, იმიტომ რომ მე აი ჩემ ასაკში ვერ წარმომიდგენია, რომ აი ესეთი ძალა ამ ადამიანს და ენერგია საიდან მოსდის, რომ იმ დღეს სულ ვეჩხუბები, ბუბა 28 სიმღერას, 21 საუკუნეა, აღარ გვინდა ну თუ ძალიან ვიბრძოლე, იმიტომ რომ იმ დღეს არის თქვა არ შეუძლოთ არ იწნება რაღაცა და ვეხვეწები რომ გეხვეწები ბუბიკო 1-4-5 სიმღერა ამოიღე და ну რა ვიცი სულ ცდილობს რომ მე ანგარიში გამიწიოს ყველაფერში და აუ კარგი ბისზე მაინც მღერის იმ ხუთი ენა მეუნება ხოლმე რას უშინერებს დაანებეთ აი ხო იცი რომ მაინც იმღერებს მარინა ყვებოდა წეგა რომ სახში თუო სუდად არის სურაღაც კივა და როგორს კიო გავას საოცრება ხდება ხო იცი რა მე ბოლოს ვიფიქრეთ ხო არ იგონებს მეთქი იმიტომ როგორც კი გამოდის გარეთ აი ეს იცი რა არის აი დაიბადა ეს ადამიანი აი შინაგანად საოცარი ძალით და კიდე ერთ შემთხვევას გეტყვით რომ ქონდა 40 სიცხე და საერთოდ იდგა საკითხი რომ მოხსნილიყო კონცერტი
მაინც გავიდა და გეტყვი რომ როგორც კი გამოვიდა და დამთავრდა კონცერტი სიცხე აღარ ქონდა 36 და 6 იყო ეს არის საოცარი რაც დიდი სახეობებს ემართება იმიტომ ამით ცხოვრობს ეს რომ ამ ადამიანს წაართვა ასე დამთავრებული ეს იგი რაც არ უნდა ავად იყოს ის აუცილებლად უნდა იყოს გავიდეს სცენაზე მან უნდა ითამაშოს მოუყვეს დაჯდეს ბიჭებთან ეს არის ადამიანის ბუნება რომელსაც ვერ წაართვა ნამდვილად და უნდა ვთქვა რომ ეს არ ხდება მარტო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ეს არის ხა მე თქვა ზუსტად რომ გარდა იმისა რომ მეც ხა რო არ ჩავშვა ეს ამბავი არ შემიძლია რომ სამყარო პირადად მე ბუბამ მაჩუკა აი მთელი სამყარო მაჩუკა მე შემიძლია ვთქვა ამაზე მე მერე ვილაპარაკებ მაგრამ აი გასტროლებზე ხა წინათ ხო ძალიან რთული იყო რომ წაგეყვანა ოჯახის წევრი ნუ რაღაცა პერიოდი მე და ბოლოს და მთელი ოჯახი დავყვებოდით იცი ხანდახან უკვე გაგიჟებული იყო მაგრამ ავსტრალია ამერიკა ნეპოტიზმია ხალავა გემზე კაცო გემზე მთელი ევროპა მოვიარეთ გემზე მოგზაურობით და საოცრება ხდება რომ სოფლიოში აი ქვეყანა ხო არ არის სადაც რუსულენოვანი დაუშვათ მაყურებელი ან ეხლა უკვე ქართველებიც ძალიან ბევრი მაგრამ იმ პერიოდში ეხლა ძირითადად რუსულენოვანი ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხი იყო ხო რა ხდებოდა ავსტრალიაში ვერ გეტყვი ბუბა და ნანი იყვნენ ისრაელში ქართველები ავსტრალიაში თუ ქართველს ნახავდი ისრაელი საერთოდ ისრაელზე ლაპარაკი არ მე ავსტრალიაში თუ მე გამოვიდა ვიღაც ბიჭი და ჩემ მეგობარს ვეუბნები ნამდვილად ქართველი გავდა ძალიან და მოიცა კაცო აქ რაღა იცი იქ რო ხარ გონია რომ შეიძლება არ იყოს და დიდი ბუკეტებით მოვიდნენ და ერთი სიცოცხლე გვაჩუქეთ და ესე არის მართლა მთელი სოფლიო ბატონო ბუბა აი სადო ყოფილა შემთხვევა რომ იგი ფიქრე რომ აი აქ ხო მაინც არ ვიცნობენ და ამოვისუნთ აი ყველაზე მეტად რო არ მოელოდებოდი და იქაც კი რომ მე ახლა არ ვიცი რატო იყო ეგ რატო მოხდა და ესპანეთში შევედით ფერეს მაღაზიაში ფერ რაღაცა მიდოდა შევედით ძალიან ორი სიმპათიური ქალია და მივედით კოსტუმებთან და უცებ იქიდან კიკავეზე მე შემეშინდა ფერეს მაღაზიაში გაია რატო საიდან რანაირად იყო გიცდეს პაი შენ ჯობია მოყევი გეხვეწები რა აფრიკის ისტორია ყველა ყვება ამ აფრიკას და ტელევიზორს მანდ არ მოგიყოლე როცა აფრიკაში არავინ არ გიცნობს რამე ჩავფრიდით აფრიკაში დიელოს დროა და ახლა მაშინ დიდი აფრიკაში მოხდით კაცო. რომ ჩამოვედით სასტუმროდან ცენტრში ვცხოვრობ და გამოვედით გავიგულოთ, გაინტერესებს შავი ხალხი და პიჯაკები მოდის და თავებს ვერ ხედავ რა. შავი იქნება. თეთ კოსტუმში მოდიოდა ვიღაცა, თავი და ხელები არა ჩანდა. მაღაზია კენიაში. ნაირობი მაგარი ქალაქია ძალიან. ძალიან ლამაზი გასტუკი დავინახე იქ გასტუკების მაღაზიაში ხელსაბამი და ვიყიდე დილას 11 საათს საჭმელი შევჭამეთ რაღაცა გამოდივართ ახლა რეპეტიციაზე ვიდივარ და ჩაცმულები ვართ რაღაცა და მე ეს გასტუკი გავიკეთე მომწონს რა ფერადია ლიფტში შევედით ორი ზანგი ლაპარაკობენ უცებ ერთი მომურდა რაღაცა თქვა და ჩამეხუტა და ესეთ კოცნის მე ბიჭები უყურებენ იმათ რეაქცია რა აქვს იმაზე გარეთ რო გამოდით მთელი სასტუმრო გამოვარდა ვიღაცე მორბიან მეხრებიან მეფერებიან მოფერებ თურმე ეს ხელსაბამი არის ამათი ნაციონალური დროშის ფერი თეთრები არ იკეთებენ რა კენ ჯობია მოყევი რომ მოიწამლე აი ეს რო გაიღვიძე ილი მოწამლე კოკა არის პატარა ჩემი ბიჭამი ზმა და ეხლა ერთი წუთი ინტრიგა დაუტოვოთ მაყურებელს რეკლამის შემდეგ მოწამლის და კიდე ბევრ საინტერესო ამბებს მოგიყვებით დაგველოდეთ სულ მალე დაგიბრუნდებით დროებით დაგიბრუნდით ისე ძვირფასო ტელემაყურებლებო დღევანდელი ჩვენი გადაცემის თავი პერსონა გახლავთ ბატონი ბუბა კიკაბიძე ლიზა ბაგრატიონი და მარინა საღარაძე არიან ჩვენთან ერთად სტუმრად და სულ ცოტა ხანში ბატონი ბუბას მეგობრები და კოლეგები შემოგვიერთებიან ბატონო ბუბა ამ ზოგისთვის კარგმა და ზოგისთვის ცუდმა რეკლამამ შეგვიშალა ხელი რაღაცას ყვებოდით აფრიკაზე მოწამლის ისტორიას მე მგონი ხო ეხლა იქ ყველა რესპუბლიკას თავის ფული აქვს ხო ერთზე ნიანგი ხატია მეორეში ქვეყანაში გადახვალ აკლემია მესამეში ისა და
მე კიდე ჩემი ბიჭი პატარა იყო მაშინ ძალიან რაღაც მინდა უყუდო სათამაშო და დილას რო გავიწყდა თურმე სამხედრო გადატრიალება მოხდა ამასობაში ხამე ხო ტანკების როლა ისმის რაღაცა და არა და ფული გვაქვს დახარჯვა გვინდა იმიტომ რომ მეორე ქვეყანაში შევწავალ იქ აღარ მედეს იქა და ცოცვით ხოხვით მივედით პირდაპირ რაღაც მაღაზია ხო ამ სროლის დროს მივედით და რაღაც ორი წელი სათამაშო მანქანა ვიყიდე რაღაც აქეთ იქით და მოვედი და ჩაალაგე თვითონ და მანქანა ჩაჯექით თუ რა აეროპორტში წავიდეთ რომ გავასროთ აქეთ და მივედით აეროპორტში აგვიყვანეს თვითონავში და აღარ წავიდა თვითონავი და 16 საათი იდგა და ისხედით თქვენ საჭმელი ხო შიგნით გაკეთებული ხო იყო ამაზე არავინ არ ეფიქრა და ეთქვა გაფუშტა რა და გვაჭამეს რაღაც თევზი 16 საათი ნადგო თევზი აფრიკაში ჩაფრენის წინ 1-2 საათით ადრე და როიწყება კონცერტი და ის არის ნაკრები გუნდია რა მოსკოვი ლენინგრადი რაღაცები ხო ეხლა ჩვენ ბოლოს მოვიწამლეთ იმიტომ რომ ჩვენ მაინც გაყინულ ხორცს არ ავჭამთ ცდილობთ და ისინი ერთი მეორეს მიყვნენ ერთი დავარდა მეორე დავარდა მესამე და ოლგა ვარანეცი ბერტელა ქალი კაი მომღერალი ოლგა ვარანეცი დავარდა და მე რო ამათული და ჩვენც დავარდით გენიალური თელი დიდ კორპუსებია თეატრში დიახ ელჩები ექიმები სულ ყველა და კიდე კარგი რა და ერთადერთი კონცერტი რომელიც გაცდა აი ჩემი კარიერის დროს და რა გაგვიკეთეს ახლა მე გათიშული არ მახსოვს მაგრამ თვალები რო გავაღებ ხედავ რომ ბევრი ადამიანის სახეებს ხედავ და მე მეგონა რომ იქავალ მიტომ ყვავილები ვიღაცამ ყვავილის ხელი გაუშვა და ეს ვარდი ნელა და რა გამოვიხედეო და სულ ყვავილებს წევა მე მეგონა იქავარ უკვე ხო და უკარო არ მოდიან ხო უკარო არ მოდიან და მესტო on živ ოლგა ვარნეცმა თქვა თუ მკვდარი ეგონათ მკვდარი წავალი ფეხი იქ ამქონდა ეთქვა და მუდა გითხარ რომ ისეთი სილამაზე იყო ეს ყვავილების რომ მიემატა შედიდო მოგეწონა მომეწონა ხო და გადავრჩით და დაგვიბრუნდით აბა გადავრჩით ხო მაგრა გადავრჩით მან წეგან თქვი რომ სოფლიო ბუბა მანახავ ხო ნამდვილად პატარა ბავშვისთვის რომლის ცხოვრებაში ჩემოვიდა ბატონი ბუბა ხო გერი ცუდი სიტყვა მაიცა კაცო რა დროს გერი შვილი ხო აი პირველი აღქმა ბატონი ბუბასი და როდის მივხვდი რომ აი ყველაზე ფანტასტიკურად ბუბასთან ერთად გრძნობდი თავს ბუბა რო გამოჩნდებოდა თანაც თუ ცოტა ნასვამი იქნებოდა აბა მოგონდა საჩუქრები კამფეტები ნუ მოკლედ თავარი ის იყო რა ჩემი თავარი გმირი ჩამოვედით დიახ იმიდან რა ქვია ავსტრალიიდან ძალიან შორს არის და მე მქონდა სულ თერზე ორხრივი ფილტვების ანთება თურმე და მივიდივარ ლენინგრადში და ბიჭებს უთხარი რომ ვინმე ექიმთან მიმიყვანეთ მეთქი რომ რაღაც იქნებ ტაბლეტკები რაღაც აბები მომწეს რომ ლენინგრადში საერთოდ ცუდად ხდები მე ცუდი ხავა რომ იქ 5 დღე გავძლო და მე მოვალ და უკვე ვიმკურნალებ რა ჭაბუკასთან მიდიო კაცო ვინ არის ჭაბუკა მთავარი ექიმი ხუდადოზე რომ ამის ნეფროლოგიური კლინიკა ტუბერკულოზის ცენტრი ტელეფონი მომწეს დავრეკე ბატონ ჭაბუკს თქვენ გისმეთ ბუბა ვარ მეუთხარ ვა შემოგერლე ბუბა როგორ ახლა რამდენი ხანია მე და შენ ერთად არ დაგვირა რაღაც ისე მეუნება რომ ეთქვა ვიცნობ კარგად რა რაღაც პრობლემა მოდი რაშია საქმე ფილტვების ართება მაქვს მე ხვალ დილას არაფერი არ შეჭამო მოდი ჩემთან ახლა და ყველაფერი რიგზე იქნება და მივედი რომ შევხედე ვის არის რა სადოქტოროს რო იცავდა ერთად კეიფობდით იმაში ჩამეხუდა რა და ამას აქვს 5 წუთიანი შეხვედრა ექიმების ზიან გადით სუყელა ვალა შენ დარშიო ვიღაც რუსის ის არის ხალი ექიმი ხო და მოუტანიო ის პროცესიო შენ წამალი მოუტანიო ხო და ეს ხალი რო გავიდა შემოვიდა ეს რაღაც პაკეტი შემოიტანა და ხმარი ბუმ დადგა ძიმე რა იმა დახურა კარე რო გავიდა ამა ჩაკეტა მაგის შეყო
და გასაშლელი ჭიქები რო მონადირის ჭიქები გაურესხავე ეს გას ერთი სალი აქვს ეს გასდა დადო და ერთი მანდარინი ეს გახია ხარ და 3 ბოთლი კონიაკია ძლის კურნალობა გადაწყვეტა 2 წელიწად ერთმანეთი არ გვინახეო ეს ხო ვერ გაგეშობ დღეს დავატან და ხვალ გიმკურნალებ და გასო გაალიპლიპა გლიჯე 15 წუთში მე გავამიტანეს მანქანაში და წამიყვანეს მეორე დღეს ისე მივედი დამერე გარშე ჩამოსაჭე მივედი იგივე გამევერდა და მესამე დღეს ვეღარ მივედი რა ჩემი შეომნე ვინმე სხვა ეკე მინახეთ უკეთესი კლავს ვინმე სხვა ეკე მინახეთ მეთქი და გივი 11 არ არის ცოცხალი გვის გვარი დამაჭ ეგეც ისეთი ცნობილი პროფესორი იყო გივი რომელიც არ ვიცნობ სახში მოვიდა შემოვიდა როგორც აი სახერო არ ეძრია პატარა ტანის ესეთი ძალიან ვაჟნი შესახედავი კაცი და შემოვიდა რაშია საქმე ამა მოუყვარმე ეს რა ესე ჭაბუკასთან იყო და все понятно ჭაბუკა ბარასიზამდა თქვა ხო და მე რუსულად ეკითხება ჩემს გრანიონი სტაკანი შუას რა უყურე ია ხოჭე ცოტა მოწვანო ფერი შუშები როა ძალიან იაფიანი როა ის ჭიქა მოიტანა იკონიაკი გა გალიპლიპა ეს დალიო მითხრა ვაი მე დედა მე პახმელიაზე ვარ იმან კი არის 3 დღესო ეს ამალას დალია და ეს ლიპლოხა ბუდიჩოს და პაზვანი წიმნა წავიდა მეორე დღეს ავდექი შეცხე არაფერი აღარ ამესამე და მე დამატა რო გამაშუქე შეცხე არა ქონდათო თქვენო საერთოდ არაფერი არა ქონდა თუ არაფერიო ვიტყვი ეთქმა ბოხს არ ვიცი რა იყო რა მე მგონი ეხლა უკვე დადგა დრო რომ ბატონი ბუბას მეგობრები შემოვიყვანოს სტუდიაში თვითონ ტელემაყურებელო ჩვენი ამ ბლოკის სტუმრები არიან ბატონი ივიკო საყვარელიძე ბატონი ვაჟან უცუბიძე მობრძანდით და ბატონი სოსუ ავზიანიძე დამბრძანდით ჩემ ბატონო პროდიუსერების ინსტიტუტის დამაარსებელი ამიერკავკასიაში ბატონი სოსუ დამბრძანდით ბატონო ვაჟა ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და იღებთ ჩვენ გადაცემაში მონაწილეობას და მე მგონი ბავშვობის მეგობრები ხართ ხო ახლა ამის იუმორი თბილისში სულ ამის ჩუმი იუმორი მე მომიყვანა ზოთი ამავე რომ ამას ვატა გულმაში აწუხა და ექიმთან მიიყვანეს ხო და იმან უთხარო რომ გაში ჯაყვალ დაუნიშა რაღაცები და უნდა იარო და ერთი კვირის მერე ურაკა როგორ ახარ და გორში შევდივარ და ეს მეგობარმა თხოვა რომ რა არისო რა გახდა ბიჭო საგურამოში სახლი მაგო რა არისო ამოდიო რა როს უთხხოვო ზაფხულში და არა მე საგურამოში საერთოდ ვერ დავდივარო და რატო წიწამურთან ჩავლის მეშინიო წიწამურთან ჩავლის მეშინიო საგრიმიოროში არ შევალო მე მითხრა ისე გავლამაზდები მე ამ გოგოებს ვერ გავექცევი აქედან ბატონო ვაჟა თქვენ როდის გაიცანით ბატონი ბუბა და მე როგორც ის კაის სიყმაწვილის პერიოდიდან რა ესე იგი 15 წლის ასაკიდან პლეხანო 15 აგვაქეს პლეხანოვი მაგარ დიახ მის მერე გვაქვს სულ ძალიან ისეთი კარგი მეგობრობა რა ძალიან ადვილი და კარგი სამეგობრო ადამიანია ბუბა რა არ ნახულე სამეგობრო რა აი მსგავს რო ვერაფერს ვერ წარმოვიდგენთ რა როცა გინდა დაუძახე ხომ ამან ყოფობს ბუბა ახლა დასამალი არაფერი ამაზე ვილაპარაკებთ შენ და მოგვიანებ დიახ ნებისმიერ დროს დაუძახე წამოხდება წამოვა ბატონ სოსო ყველაზე დიდი მოთხოვნა სად არის ახლა ბუბასთან მე ბევრი ვილაპარაკო არც არის საჭირო იმიტომ ყველა მიცით რაც ხდება ბუბას გვერდით რო ხარ ტერნოპოლში ქონდა კონცერტი და კონცერტის წინ მე ყოველთვის ვალაგებ რაც საჭიროა და როგორც უნდა გააკეთოს ეს კონცერტი და ბუბა რა თქმა უნდა ჩაატაროს კონცერტი არ ვიცოდი ღიაცის ქვეშ ყოფილა კონცერტი მერიამ გადაწყვიტა ღიაცის ქვეშ 25000 მაყურებელი ყავდა ბუბა კონცერტი ჩაატარა 2 საათის განმავლობაში გადაღებულია ყველაფერი და ჩემი სიტყვები და უეცრად 25000 კაცი რო ადგება და ბუბასკენ წამოვა რა ხელი ჩამოვარტყდა გადაგა ომონი გამოიძახა მერია და ომონმა ჩაკეტა თორე აი ის რაღაც შაშა აბა გავიქცეთ აბა გავიქცეთ მე რო წამოვიდა რაღა ბიტელები და რაღაცა არა საოცარი აი ერთ შეხეთ მე ახლა არ ვილაპარაკე ტერნოპოლში ბუბას ვერ ვილაპარაკე შეიძლება და კი ამიტომ ვართ მოსულები და უნდა ვილაპარაკო ერთ კიდევ მოგიყვებით მაგათაც პრეს კონფერენცია იყო ოდესაში ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა 45 წლის პიროვნება და წამოდგა და ну რა თქმა უნდა ხო აძლევენ ჟურნალისტებს შენ თქვი მოცა წამოდგა და მე არ ვარ ჟურნალისტიო შემოვედიო აქ
ну ახლა გაუკვირდა ხელმძღვანელს ვინც ხელმძღვანელობდა პრესკონფერენციას როგორ შემოვიდა და მე მინდა დედაჩემის უკანასკნელი სურვილი შევასრულო დედაჩემიო თქვენ რო გიყურებდათ ყოველთვის რამე მოსდიოდა და მე პატარა ვიყავი და ვერ ვატყოდი რა ხდებოდა როდესაც ამოიზარდები მითხრა აი ეს კაცი მე მიყვარს შვილო მამა არ მყავდა დაღუპული ყავდა დედაჩემი 2 წელია გარდაიცვალა და მთხოვავს ეგდელისი თუ ნახავ გადაეცი რომ ის ერთადერთი კაცი რომელიც მე მთელი ცხოვრება მიყვარდა მოვედი და მინდა სურვილი ავასრულო გადაიფარა და აკუც რაბინა დავკარგეთ ხა კაიგათ აი ეგეთ რაღაცები ხდება ყაზახეთშიც იგივე იყო ქალი მოვიდა თავის ორ შვილთან ერთად და უთხრა რომ დედაჩემიო აი მიჯაჭულია ლოგინსო არ ვიცი დამხვდება თუ არაო რო ჩადაუბრუნდებიო არა გაზბძანებ ეს ძალიან ცნობილი ისტორია და რაღაც 4 საათი იჯდა თვითმფრინავში და ახლობით თავის შვილებთან ერთად იმიტომ რომ ესო ჩემი მისი სურვილიაო სიკვდილის წინო და არ შემეძლო რო არ შემესრულებინაო დიდი თაიგულით მოვიდა და უთხრა რომ აი ესეო მთხოვაო რომ ჩვენო გაგვეცანითო და გადმოგვეცაო რომ ერთადერთი კაცი ვინც უყვარდა მთელი ცხოვრებაო თქვენ იყავითო და აგვიჩუხდა ახლა სუყვადას გული და ამასაც იცი რაღაც ესე თვალებს შენ და ამ ბიჭს ეკითხება რომ რამე გაქორაზე შეგილია რომ ჩამწეროო და კიო ამ ბიჭმა რა თქმა უნდა ამოიღო ხა აიფონი ჩართო და ეს რაღაცა Наталья Петровна, я вас жду на следующий концерт, потом выпьем кофе, все будет хорошо, вы здоровы. Эскалит, Ирис, Мотквасе, Швили, ну цармы, имас рата эмартебода. ერთი ბიზნეს ფორუმი არის და ჩვენ ვართ მოწვეული ამ ბიზნეს ფორუმზე და იქ მაიკები არსებობს ეგეთ ვით ლარისა ნონოხაჩულის თქვენ გამოეუშვით მაისურები და ეს მაისურები საჩუქრად დაურიგე ბიზნესის წარმომადგენლებს და უეცოდ ყველამ გაიხადა ეს პიჯაკები ყველაფერი და დაიწყო ბუბას მაიკების ჩაცვენა და ბიზნეს ფორუმი გახდა ლარისა ივანოვna ჩაიჯალა და მიმდინარეობს ეგეთი რაღაცა ლარისა ივანოვna მუსიკა პუსპადრუგო ვაზმოთაფერია და ნუ ძალიან რაღაც მიმდინარეობს და ხა ბუბა მიმდინარეობს იქ მე პროცესი მიერთვენ კონიაკს ვისკს რაღაცა და ხალხია და წარმომადგენლები დიდარი ხალხია რა ერთი ქალბატონია ჩაბრილიანტებული რა ძალიან დიდი ლეთ 60-65 ადა ბუბას არაძლევს მოსვენებას დალეულია ეს კალე ხო და არაძლევს მოსვენებას და ბუბამ ახლა თვალით მანიშნა მიჟველე ვიღაცა მანიშნა რომ ეგ არისო დირექტორი მივედი ახლა მე და ეს კალე გამოვიყვანე და ბუბაც ბიზნეს ფორუმიდან გაიყვანეს ნუ ეს კალე შემოხედა ეს ამხედა და ამხედა არ ვევასები ახლა მიყურებს ты что директор მეუბნება ხო მეთქი და დირექტორ ფული გეყარებაო მე ვთქვა кто их ნილობით ახლა რა ეთყოდი არ მეყავს გამიხსნა ხო ბუბა წაყვანილია უკვე სასტუმროში და ნიქმილი გამიხსნა ჩანთა და აი кэш რასაც ეძახიან რაღაც იქნებოდა ეს $7,000 დოლარს კარგად ერთი შეხედი რაღაცა ხდება მიხვდა იცი და აბა ვიღო და მეუბნება ესო შენი იქნება ეტა твоё მე ვთქვა რა უნდა გავაკეთო მე ეხლა ბუბასო წამიყვანო სასტუმროშია მე ვთქვა რომ უიხა ამაზე რწებინა დაუწყვა ხამოვყვევი და სასტუმროშია მე წამიყვანო უბრალოდ მივალ და გადავკოცნიო და შენიაო კარგი მეთქი რაღაცა მოუწყდი ამ ხალხს ბოლო და მოვედი და ბუბას უყვევი ახლა ასე იყო თუმე რა კარგი ყოფილა მე ვთქარი მიდი ფული გააკეთე სუჭიდერობა რა გაიყო ჩადე უკან ვარჯერა დღემდე ფული უკან წაიღე მიეცი უკან აი ეგეთ რაღაცა ცალკე თემა ბატონი ბუბა და თევზაობა ხო ეხლა თევზაობა ხო ბატონო კანადაში არის ძალიან კაი ბუნება და ეს თევზაობა და ნადირობა არის ზღაპრული და იქაურმა ემიგრანტებმა ხება ხო არ ვიცი ადგილები და რო უთხარი წამიყვან წავედი სათევზავთ და ანტარიოს შედის რამდენი მდინარე და იმის რა ქვია ორაგულების დროა ორაგული შემოდის მაგ დროს თურმე და პატარა მდინარესთან ესე ჩამწკრივებულებით განა რა ვიღაც ჩინელები ვიღაცა კანადელები ვიღაცები თევზავს იჩუმე და არის ეს ჭიდაობა და ვერ იჭერს და მე წავედი მაღლაზე ვიდა ეს მეუნება ბორია იქაური ემიგრანტია იქი თუ არ გავა და აქ დავდგე და აქ მეუთხარი შემიძლია მეთქე და ეგ ჩემთვის და
ჩატარებით თევზავთ. მოკლედ დაარტყა ჩემ ჯოხს. დაარტყა მოიღუნე ეს ჯოხი ესეთ არის, სულ ყველა გაჩერდა, ყველა გაიწია და რომ მე ამოვიყვანო. ხო და ემხელა ორაგული, კაი დიდი გამოვათრიეთ. და ამას სმენა არა აქვს ამ ბორიას. სასიმღერო სმენა რა, საღამოს ეს ჩვენ ორაგულის წვავთ, ბარბეკიუ კეთდება და იპურმარილია გაშლი რაღაცა და კოკას ეუნება ჩემთვის ესა რომ მამა შენიო თუ ისე მღერისო როგორც თევზავსოს დაჩით კარგი მომღერალი ყოფილი. იქედან შეაფასა. ყველას თავის საზომია. ეს ბლოკი არ უნდა დავასრულოთ ისე რომ არ გთხოვოთ კიდე ერთი სიმღერა და ჩვენი ლიზაც აი მე და ლიზა ვიმღერებს ერთი სიმღერა. ხო ალბათ ეს ნუ უნდა ითქვას. ჯერ ესეთი არასდროს არ სიმღერით გამოვდივარ ხოლმე სცენაზე, როდესაც ბუბას კონცერტზე ვმღერი და ბუბა ასე ანონსებს ხოლმე ამ ჩემ გამოსვლას. Большинство из вас наверняка видели фильм «Мимино». Тут ყდება ტაში, იმიტომ რომ ხო ყველას გონია რომ ჩიტოგრიტო უნდა დაიწყოს. ხო და ტაში როგორც сказать, нет, это не та песня. Ацватилებს. Там была еще другая очень красивая песня. Я сейчас вам ее спою და იწყებს ხოლმე ესე ბუბა ამის სიმღერას და უკვე მერე მაცხადებს ხოლმე მე და მიუხედავად იმისა რომ მართლაც ალბათ ეს ისეთ სიმღერა რომელიც არ იცის ყველა ისე როგორც ჩიტოგრიტო მაგრამ ყოველთვის რაღაცა საოცარი საოცარი აპლოდისმენტები გოგება ხოლმე წილად თუ გიაყანჩელია და ეძიმს ვესკაზანა ასე აბარა დიდი სიამოვნებით შეგისრულებს ახლა დიახ თქვენ წყეთ ვეცა იმ ვარიანტს რომელიც ჩვენ აი ჩვენი გასტროლებისთვის გავაკეთეთ Приходите, приходите, один из тысяч. Чего мы ждем, о чем грустим, кого мы ищем? Кто в поле, кто в небе, кто в море. Себя мы ищем себя. Лететь дождем, шуметь ветром, гудеть в погоде. Скажи, зачем, скажи, куда мы все уходим из детства, из дома, от старых сказок, от прошлых себя. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, დაგველოდოთ. უბნებში ბევრი ძმები მყავს მათი
კაცობის მჯერა მეგობრობის მცა საქართველოს მარგალიტო ჩემო ქალაქო მინდა გულში ჩაგიგრადა გელაპარაკო მაგაცებს რომ ვესტუმრები ჩემი ღრმობის მეგობრები მაგნავა მომერებულები მარტო არ მარტოვებენ აი ასე მოვდივარ მთელი ცხოვრება თბილისისთვის ეს არის დიდი კონება მიზეზი სიღავარულია და ეს მცნება მრავალგზის გასინჯულია თბილისელებს შემოგევლოთ ბუბავიწია მეუთქვენოთ სიცოცხლე არ შემიძლია აგიმარჯოთ ელგუჯებო ლევანებო ზურაბებო უქვესანში შესულებო ჯაღარავაშკაცებო აი ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება თბილისისთვის ეს არის დიდი კონება სიყვარული რას გაუყვია ქალაქი და ქალაქელი ერთი გულია ყველას ერთად გეყუტები თბილისელებო ჩემოდებო ჩემოძმებო ჩემოჩვილებო მეხოთეს უთქვეთის მღერი მინდა იყო და ბედნიერი ყველა რჯულის თბილისელი კიდევ ერთი 100 წელი აი ასე ვიაროთ სიყვარულითა დედაქალაქს დაგილოცავ ზრფელი გულითა უღრმესი მადლობა ბატონ ბუბას დღეს არის პარასკევი ძვირფას ტელემაყურებლებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის თავი პერსონა არის ბატონი ბუბა კიკაბიძე და მე მგონი პირველი შემთხვევა როცა მავიწყდება რომ მიმყავს გადაცემა და სულ მინდა რომ გისმინოთ ბატონო ბუბა ეხა სანამ მეგობრები არიან ეხა როგორ უნდა იყოს თქვენი პერსონა ისე დახატული თავიდან ბოლომდე რომ ერთი-ორი ანეკდოტი არ მოგვიყვეთ ეხა რეკლამის დროს რო გვიყვებ თბილისელებზე ხო ვიმღერებ და 93 წელია თბილისში არ არის კათბობა, არ არის წყალი, არ არის ნავთი, არაფერი. საჭმელი არ არის, არაფერი და ერთ თბილისელს მობერს და ცხოვრება რა და ზმაკაცებს დაურეკა და ბიჭებო შავი დღისთვისო ფული მქონდა მოგროვებული და აღარ შემელიაო რა და დამარხეთო რა. როგორ ცოცხალათო და აღარ შემელია წყალი არ არის, კათბობა არ არის, სინათლე არ არის, არაფერი არ არის. ამოვიდა რა ერთ ხონა მაქორო კუბოსი ორკესტრი მოდიოდესო და უკრავდესო აი მარშს. ხო. მოკლედ 2 საათია დღის თუ 3 საათი და რუსთავის პროსპექტზე მოდის პროცესია, ორკესტრი უკრავს და მოაქვთ კუბო და კუბოში ეს მიცვალებული წეველია და კი არ აწევს, ზის და ეწევა რა. ეწევა და ხალხი გაშტერებული ჩერდებიან, უყურებენ რა ხდება, ვერ გაგეთ ერთმა ქალმა უთხრა, ბიჭებო, ცოცხლად მარხავთო კაცო. ბობეს და ქალბატონო, კათბობა არ არის, სინათლე არ არისო,
გაზი არ არის, წყალი არ არის, თვითონ გთხოვაო რა. და რა ქვიაო? ნუ თქვათ ვახტანგიო და ბატონო ვახტანგ, არ დაუკრათ ბიჭებო, ესენი გაჩერდნენ, გისმენთ ქალბატონო უთხრა და მე მარტო ხელა ქალი ვარ. 5 ოთახიანი ბინა მაქვს ქალაქის ცენტრში. იქნებ გადაიფიქროსო და თავიდან დავიწყოთო რა. ამას შეხედა მოეწონა ეს ქალი და რომელი სართულიაო ქალბატონო? მე 7-ე დაუკარებ ბიჭი. ასევე არ შეიძლება არ ვახსენოთ კინო, ხო? და მოულოდნელად შემოვიდა თქვენ ცხოვრებაში. ახლა მე არასოდეს არ მიფიქრე რომ მე კინოში თქვა ხო რომ კინოში დავკავდებოდი კინო ხელოვნებით და გადაღებებით და ნიკოლა სანიშვილმა დამპატიჟა მე დამიძახა იმიტომ რომ პოპულარული ვიყავი სტუდენტებში უკვე და იქ ორი როლი იყო ახალგაზრდების. ისე მთავარ როლებში იყვნენ ლეილა აბაში და თენგიზ არჩოძე და ითქერა რა მეშველა და რო გადაიღეს იმის მე არავინ 4 წელი ასად აღარ დამიძახა. ჩაიარა ამ ფილმმა და თურქეთში გო გასტროლები უნდა წავიდე დორერა და რეკავს მოსკოვიდან ზარი. ბატონო ვახტანგ აი მოსკოვიდან გაწუხებთ რეჟისორი დანელი აიღეს ფილმს არ დაიდარდოს და ჩამოდის ჯგუფი თბილისში და უნდა თქვენი ვერიკო პროტექციას გიწევდათ მე როგორ არაფერი არ ვიცოდი. ხო და ეხლა რო ვიცნობ ხა დანელეს არ უყვარს რომ შეუბნებია რომ აი ნიკა კარგი ჟურნალისტია ამას შეეკითხე ის ათამაშე ის კაი მსახიობია ეს არ უყვარს თვითონ უნდა ისა გადაწყვეტოს. ო მე ვთქვი აქა ვარ მეთქი ერთი კვირა კიდე და მე მივდივარ და ხო აი ჯგუფი ჩამო დაგერეკავთ. დარეკეს იერკო ბახიძის ვიჭი დათო იყო მეორე რეჟისორი მაქსურაძე. ხო და ბატონო გამორიჯო დათო არ მე ვარ და აი იმაშიო ჩვენი გაჩერებული ვართ და სასტუმრო საქართველოსშიო და იქ უნდა მოხვიდე დილის 10-ზე და მაშინ საქართველოს მუშაობდა და ხალხი ცხოვრობდა იქ რა და კვირა დღეა. მე რომ მივედი 10 ნახევარია დილა და ეთქვა ხალხს ძინავს იქაც. და ამ დროს იპევლიტე გამოდის ხვიჩია იქიდან. ხო და რა შევძელე დავამტკიცე ვიტყოდა და გაიქცა. ავედი მე და გამოვიდა ვიღაცა ყვითელი ფერის კაცი. სიგარეტი რო უკვე უთავდებოდა რო ეწეოდა და მეორე მოუყიდა ეს გადააგდო მე მესამე მოუყიდა არა გდებს პაუზა არ გააკეთა ხო და გაუღიმარი რაღაც ესეთი კაცია. გამარჯობათ მე დანელია ვარ სასიამოვნოა მე მაგადაღებ მე უთხარი ვიცი გაგებული მაქვს მეთქი რუსულად ხო გუვა ხო რუსულად ველაპარაკება პუც პრიჩალ და სირიოჟა რაღაცა ველაპარაკეთ მე დათოს ხო და აბა დაიყვირეთ ერთიდან ისე მიყურებს რომ ხედავ რომ არ მოწონვარ მე და ეხლა რო გიაყვება ჩემზე ზუსტად ძალიან სასაცილოდ აჩვენებს რანაირი ვიყავი და როგორ შევედი მაგასთან რა შემოვიდა დაგლიჯილი ჯინსებით ვიღაც გამთარი დეპიო ესეთი მოც სეკვა პაიმით ლაძო და თურმე იმ სცენარში ეს მთავარი გმირი ბენჟამენი არის სქელი წითური ოფლიანი ლოთი კაცი ხო სმელი და მე არაფერი არ ემთხვევა რა დაიყვირე მე ვთქვი როგორ დაიყვირო მეთქი ძინო ჯერაც საათი არ არის ხალხი ისვენებს მოგერიტო მე მომწე სცენარი აი წაიკითხეთ დაგირეკავთო და გავუმეშე და ვიხდი რომ არა რა სახში რო წავიკითხე გავგიჟდი ესეთი სცენარია ხო და ერთი დღე გავიდა არ დარეკეს ორი დღე გავიდა სამი დღე და ორი დღის მერე უნდა წავიდე უკვე და მეოთხე დღეს დარეკეს ხო გამარჯობათ გიავარ დანელია გამარჯობათ მე ვთქვი უკვე მეც ველაპარაკები რა მე და ამას ხო ვერ ნაცავები ყავს ახლა დეიდები მამიდები ვიღაცები და მე დეიდა ჩემთან მივდივარო ვახშამსევ და ხო არ წამოხვალთო მე ვთქვი 9 საათამდე არ ვცალები და 9-ის მერე კი ბატონო ჩვენ რეპეტიციები გვაქვს თურქეთში რომ იმას ენას ვსწავლობთ თურქულად უნდა იმღეროთ ხო თურქულად ოთარ გეგინეიშვილი იყო პროფესორი იმასთან ამ თელი შოუს ტექსტებს ვიზეპირებთ თურქულად მივედით რო შეიძლება კი არ თქვენ გია მოვიდა თქვენ უი ბუბა მოიყვანა ჩამეხუდენ ვიღაც ქალები ჩაღარათმიანები რა შეხედავ არ მოწონს ამას დავჭეხით და ოშენ ვიქ რაღაც ფორმალი რაღაც ვიღადა ვიცი რომ აღარ ავყავარ ამას რა მესამე დღეს ამოყვა ბიძამისთან მეოთხე დეიდაშვილთან და ვიხდი რომ ეს არის მაგის სინჯებია გატარებთ მიყურებს და უკვე რომ წასვლის დღე რომ მოვიდა ხვალ უკვე უნდა წავიდე მე ვთხარი ნიკოლაჭ ორ დღეში
იქნებ მეთქი გადაიღოთ რამე და მე ხა მესმის მე უთხარი თუ არ გიხნება კარგი არ დამამტკიცებ და კარგი იქნება ეს მე ვიცი მესმის მეთქი და დანიშნა ნიშნობის სცენა სერგო ზაქარჯო დავინახე ფეხები მომეკვეთა სერგო სოფიკო ისენი ესენი ეს ის არის შენი ვერტინსკაი მე ყველა იქ არის რო გადავიღეთ ეს იღებდა ამერიკულ ფილმზე და ფილსაგზანიდან აქ ვერ ბეჭდადა საბჭოთა პოლონეთში დასაბეჭდა და მე წავედი რა პასუხი არ ვიცი იქ ცელა კონცერტებზე ყველაფერი 3000 დარბაზები თურქეთში მთელი ეს ქართველები რო ძვლის ვრაპარა ქართულად შერო სადილოთ მოდიან გვიყურებენ გაიგე ოჯახებში რაღაცა ნუ ზღაპარი ხდება და დავავიწყდა რა სინჯერი ერთი კვირა არ არის გასული და ეკავენ ჩვენი წარმომადგენლობიდან რომ სახიობი კი გაბეძა სასტრაფოდ მოვიდეს საბჭოთა კავშირის წარმოადგენლ სტამბოლში. ვიფიქრე სახში რაღაც მოხდა გავიქეცეთ თითმიედი და მაშინ იყო პოზნერის мама იმის მოსფილმის დირექტორი. და წერია პაზრალე მარცისტა კიკაბიძე უტვიჟენემ გრალოი როლი на роль бенჯამენა ფილმი ნიგარვი. რო ჩამოვედით უკან ვიღაც კაცი ხდება ფიქრობს სადღაც მინახია მე გაღიმებული არ მინახია გია. სანმინახია. ესე მოდის აწნადა და ყველა მსახიობი ყავდა ჩემ გარდა, გაიგე? რაღაცა და მე მივხვდი რომ გია. ფიმილიც სოდნია. აწნადებული და პირველი დღე დანიშნა ბეთანიაში გადაღება და ამოიღო დიდი დანაჯიბიდან, აი მხელა ჯაყვეს გახსნა და ლოდიანი უჭირავს ხეში დაიწყო ლესვა. ფილმის ბოლოს ეს გახდა მახათი. იტენი ლესა. სულ ესავდა ესე და მე მოპაროვიდა და ვიღაცამ დავასრულა წაიღო. აი ეგრე დაიწყო ეგ დაიწყო და საოცარი ფილმები და მიმინოზე ვერ გავიგეთ რას ვიღებდით სახეობ, იმიტომ რომ ისეთი იდიოტური ტექსტები იყო რომ მეთქი რას ვიღებს ეს კაცი. ეს ვეკითხები, ვიცი რომ ნიჭიერია, გაიგე? როგორც სცენარის წერის დროსაც იღებდით. ხო, სცენარის დროსაც რაღაცას ვამატებდით. ხო და პირველი ის არის რა კომისიამ უნდა ნახოს პირველი ერთი კვირის გადაღებული და ზივართ ჩააკრეს სინათლე მთელი მოსფილმის უფროსების ზიანიქა და 8 წლას ისინდა სკამებიდან ვარდებიან და ვიფიქრე რაღაცას მივხვდით რომ რაღაცას აკეთებს სერიოზულს. სოფლიოში არ არის ფილმი რომლის დისკი გამოვიდა და ხა დისკზე უნდა იყოს ან მუსიკა ან ლექსი ან რაღაც ხო მარტო ტექსტები არის იმ გამონათქვამები, დიალოგები. კიანი გამონათქვამები. და იწყებენ ისე ვიპაჩიმო კეფები ლუბიცი. ნიკუშეცინი ლუბიცი. დანელიას ხო ძალიან მოწონს ფელინიზე, ტვინი ეკეტებოდა დანელიას ფელინიზე. მოხევი ეს ფესტივალზეა ჩასული და ეხლა ფიქრობ როგორ ავთქვა ქართულად იცოდი სიტყვა. სიალაბაზეთ რა. ამის გვერდზე ცხოვრობს ფელინი. აი ამის ოთახი ახლა დაკეთ ცხოვრობს ფელინი და ვერ ვიცინებ მესამე ღამეო. ვიცი რომ იქ არის. არ დაიდადო ნახო ორჯერ ზედიზედ. ერთხელ რომ ნახა კიდე მაჩვენეთო და ხაგიჟდა კაცი ესე მოეწონა. და მაგრა დათვრა ახლა გეროთრებოდა მე რეგულია ივასია. ხო და შუა ღამისას მივიდა და უბრალოდ ფელინი. პამ შეხედვა მინდა ახლო დავინახო და გააღო იმას პერანგესვა ნაჩვენები და რაღაც ისე ხურა ჩემში. ეს გენიალური. ბოდის მოვიხდი რა ეხლა მაგალითად პუბლიკასთან. ფელინი. დამატყდა. We go no. უთხრა მოგყავ. რატომ კაცმარიცი? დაწყნარდი. მოკლედ არ ვიცი დილამდე რომ ვისაუბროთ ჩვენ დრო მაინც არ გვეყოფა. იმდენი რამე აქვს ბატონ ბუბას მოსაყოლებელ გასახსენებელი და მე როგორც ვიცი წიგნზე მუშაობთ ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ რომ მობრძანდით და იყავით ჩვენთან ერთად. ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენ რეკლამას დაუთმობთ დროს და სულ ცოტა ხანში მე და ბატონი ბუბა იქით გასაჟელის სკამზე გადავალთ და დაგიბრუნდებით. დაგველოდეთ. დიდი მადლობა. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო ტელემაყურებლებო რეკლამის შემდეგ და როგორც უკვე იცით ბატონი ბუბა კიკაბიძეა ჩვენ დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონა და დავიმარტოხელეთ ახლა გავაცილეთ სტუმრები და მეგობრები ბატონო ბუბა ყველა საინტერესებს და მე პირადად არ ვიცი ბუბა ვინ შეგარქვათ ვახტანგ კიკაბიძე ესეთი ოფიციალური სახელი და გვარი და ბუბა ბავშვები ხო რაღაც სიტყვას პირველ სიტყვას ამობენ რაღაცაში რატომღაც თურმე ამ ბუბას გავიძახოდი რა ვითომ სადღაც მეგობარი ყავს ბუბა თუ რაღაც და შემს მომეწევა თქვენ თვითონ ახართ თქვენი თავის ნაცვლად და ეხლა ბერს ქვია უკვე ყველაფერი ხო იცით საქართველოში როგორ ხდება ისე რაჭაში არის იყო მე-15 საუკუნემდე მდინარე ბუბა და რაღაც საღდარიც იყო ბუბა
თუმცა რაღაცა კავშირი აქვს რაჭასთანავ იმ სიტყვას. სკოლაში სწავლობდი 14 წელი. ზოგი 10 სწავლობდა, ზოგი 1. სამჯერ ჩაგტოვეს, რას გერჩოდე, რა უნდა. მაშინ რო ყოფილიყო გინესის წიგნი, შეხვიდოდი. მე შევიდოდი მითო პირველად დამტოვეს მესამე კლასში. რა ქენით მესამე კლასში ეს? მერე დამტოვეს მე-6-ში, მერე დამტოვეს მე-8-ში. დედა ჩემი საწყალი სუტიროდა და ნინო ჯორჯოლანი იყო ესეთი პედაგოგი ჩემი, ძალიან ინტელიგენტი ხალი იყო. და ეუნეოდა, მანან ნოტირი ხართო, მეტყვი ეს ხომ სახიობი გამოო. სწავლობდამაიც ამოვდა რაღაცას ხედავდა ალბათ. ხო და ბოლოს როგორც იყო გამოვედი რა, გამომიშვეს იგი. დააგუგუნეთ. ხო და ბიჭი რო წავიდა ჩემი სკოლაში 6 წლის შემოიღეს მაშინ და იმას ეგონა ერთი დღით იყო სწავლა. და მეორე დღეს მე ფახველეზე მძინავს და მესმის რომ არ უნდა ადგომა ამას და ეუნება სკოლაში რო წახვიდე რაო ისაო რა ქვია არ მინდა წასვლა და არა ცხენეო მამა შენ 14 წელი დადიოდა და შენ ახლა 2 დღე არ გინაიარო და მე რო წავედი და მითხრა მაინც თქვენ დროს რამდენი წელი იყო სწავლაო მე გავწირდი 4-11 ეგრე ვიყო ბატონო ბუბა, დედა ახსენეთ ხო, ყველა ინტერვიუში ყოველთვის განსაკუთრებული სიტყვოთი იხსენებდა, გიწერეთ კიდე სუმწყდება გულიო რომ ის სურვილი იყო რომ დუეტი ჩაგვეწერაო და ვერ მოახერხეთ. მღეროდა თვითონ. დედა ჩემი მეშევი კი იყო. ესეთი წმინდა წყლის. სუწიგნი ეჭირა ხელში. და რო ჩამოვიდოდი მე რუსეთიდან, გასტროლებიდან, სულ მეკითხებოდა, ნუ როგორ არიან იქ შენი რუსები? ესეთი სარკაზმით. მომღერალი იყო კაცო. პირველად მღეროდა ბიძაჩემის ჯაზ ორკესტრი ჩამოყალიბდა ჯანუსი იქა. მე მღეროდა კაპელაში, მღეროდა სიონის ეკლესიაში. 40 წელი გალობდა მე როგორ. ხო გალობდა და მე სკოლის დამთავრების დრო როცა მოდიოდა შეურბენდი ხომ ვითომ სკოლიდან მოვდივარ. და სახში ერთად მივიდოდი და ეხლა იესო ქრისტეს სხვადასხვა მხატვრები ხატავდნენ და ყველგან ცოტა სხვადასხვანაირი სახეა რა, წვერი კი აქვს, მაგრამ ხო და ეს ჩაოლე მე ეს რომ ერთმანეთს არ აგვანან. დედა მე უთხარი გინახია მორწმუნე ხალი იყო ძალიან. გინახია მეთქი როდის მე ღმერთი და როგორ ყოველდღე ხედავ კაცო და ვინ არის ადარემ და შენახარო. დაიმახსოვრეო. ყველა ადამიანში არის ღმერთიო. ჩვენი ხალი იყო. როგორი კაცი შენ გამოხარ ცხოვრებაში ისეთი ღმერთი გეყოლება მითხრა ეს ხედე მას სულ მეუნებოდა ჩავწეროთ დუეტი ჩავწეროთ ბოლოს რა მოეწონა იცი რომ მივხვდი რომ ახლა ბილეთებს ყიდულობენ ამაზე ხრინწიანი ხმარ რაღაცა აქვს ეთყობა რატო ყიდულობ ხო და ჩადა ხდა შენ კიდე გონე რომ დედას უცოცხალი იქნება გაიგე დედა და ხვალზე ვიძახე და აი დამრჩა იმათ რა დარდათ რომ ბატონო მარტო გაგზარდათ ხო საკმაოდ გაჭირვებით მარტო ხო ძალიან გაჭირებული ცხოვრობდით ძალიან ხო და ვინ გეხმარებოდათ თუ არავინ ეხლა დედის მხრიდან მაინც ესეთი კოალიცია იყო შეკრულების ბაგრატიონები და მამა ჩემის მხრიდან თითქმის არავინ არ ომში გარდაიცვალა მამა და 42-ში დაიყო თვითონ წავიდა ჟურნალისტი იყო -10 ქონდა მხედველობა და თვითონ წავიდა დედაჩემის უთქვა რომ მწვენეა ქუჩაში სიარული თვითონ წავიდა მესამე დღეს მივედით ყაზარმებს რო ეძახიან იქა და გამოვიდა ვიღაც კაცი ადრე გაჭარახარებული იყო მაღალი სათვალეებიანი და ხელში ეჭირა გაზეთის იმიდან გაკეთებული ისა რა ქვია მეკოლიოქს რო ეძახიან ხო და ქიშმიში იყო. და მე მომცე ესა და მე ამას ჭამდი და ესო ჩაჩუსხული მკოცლი და კოტა ეგერთი ის მახსოვს მარტო კადრი აი როგორც კინოში გადაღებული და კლასშიო მარტო ერთს ყავდა მამა დანჩენს სოლაფორიას ყავდა მამა ექიმი იყო 35-ესო და 35 ბიჭი ვიყავით სკოლაში ბიჭები ცალ-ცალკე ცხოვრობდა ეს ცალ-ცალკე ყველას გვერეოდა ჯგუფში სოსო ამისი რომ მოდიოდა და ისეთი ლამაზი კაცი იყო ეს ფორმა ეცვა სამხედრო რაღაც და ეტყობა ბოღმისგან რომ მიდიოდა ჩვენ მთელი კლასი ამას დევესეოდით და ვცემდით ამ სოსოს რა შუაში იყო სოსო მამა რო ყავდა ხო იმ დროის თბილისი და რა გენატრებოდ ყველაზე მეტად არ იყო მაშინ ეს გისოსები და
ჯანდაბები და ინგლისური გასაღებები და რაღაც ჩაკეტები და გამოკეთ ფანჯრები იყო ღია და შუაღამისას შეიძლება გაგეღვიძა მის გარო ვიღაც ახალგაზრდები ჩავიდა სიმღერით ჩაივლიდნენ ხოლმე გადახვეული გოგო ბიჭები ერთმანეთი უყვარდა ხალხს მაშინ ეხლა რაღაც უკვე სხვა იმაში გადავაბიჭეთ ეთქო ჩვენი ოჯახი ძალიან ისეთია კომუნიკაბელური და შეკრული. მეგობრული სიტუაცია ყოველთვის ბავშვობიდან. როგორც კი ცალიათ მივყავთ ხო. გააჩნია სად არის გასტროლები? ჯერ მე დავდიოდი 10 წელი. მე რომ გავიზარდე, ვატო გადიოდა. იმიკოდა ორი კატეგორია რომ ვერ დავერო და ელაპარაკო რაღაც თემებს, მაგრამ თითქმის ყველა თემაზე შეგვიძლია არა ის გარშე ლაპარაკი რა. ჩემთვის მაინც ჯერ ბაბუ არის და მე ვახტანგი კაბიძე არის და უსო ეგრე იყო. აი სურათი გამოფენაზე იყო ლატვიაში. კონცერტის დროს სცენაზე ამოვიდა ორი რუსი და სურათი მომართვეს. გამახსენდა ჩემი ძველი სახლი რა. კარადა არა ქონდა აი როგორ კედელზე გაზეთი გიდია და ზევითი ლამპამა დახატა ის დრო. ეს არის ჩვენი უმაღლესი ორდენი ქართული წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი. ეს არის წმინდა კონსტანტინეს ორდენია და ემალზე არის დაწერილი за приумножение добра на земле. ეს ღირსების ორდენი გორგასლის ორი რაინდული ჯვარი, ოქროს ჯვარი, წმინდა კონსტანტინესი და პირველმა მიიღეს პეტრე პირველმა. აი ეს არის ოსკარი, რომელიც მე ამერიკაში მომიტანეს საბჭოთა კავშირიდან წასულმა ემიგრანტებმა. ეს ველი არღანია ძალიან, მაჩუქეს მე. რო უყურებ გაგონებს, რომ თბილისი კარგი ხალხი იყო. ეგ არის ჩვენი წინაპრების სურათებია. ეს არის პაპაჩემი. კოტე ბაგრატიონი, ბებიაჩემი, ოლღა ამირეჯიბი და პაპაჩემის ცველი, რომელიც როცა შემოვიდნენ ბოლშევიკები, ამან დამალა პაპაჩემი. და დახვრიტეს ეს. ეს არის ჩემი მეუღლის ბაბუა. ბებიები, ბიძები, ბაბუები, სხვანაირი შესახედი ხალხი იყო. ბოლო გვერისა რა. სახიობებას კი არ წავიდა რა, რატომაც. ესე მოხდა. სული ხო არ ხდებათ მაგაზე? ცოტა კი. ვიდრე რომ ვახტანგს კაიხმა. მე მგავს ბევრი რამე შეიგდა. შესულები მოდი მეთქი მოვშინჯოთ იმერია, მაგრამ გამოვა. ბუბა არის ჩემი მეგობარი, მთელი ცხოვრება ჩემი თანამგზავრი და ძალიან მიყვარს. ბუბა არის, ხო, ანუ მეგობარი ძმაკაცი. ჯიგარია. დაუქნია ხელი კამერაში, აი ეგრე. ბატონო ბუბა, ყველაზე ძალიან აი როდესაც კონცერტი გაქვთ, ვიზე ნერვიულობთ ხოლმე? აი ვინც იყო დარბაზში, რომელიც საზის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი იყო? ჩემთვის დედა. დედა. მე საერთოდ არ ვიცი ნერვიულობა, მე რამდენი წელი 50 წლიდან ბერი ვარ. მაგრამ როცა თბილისში მოდედა კონცერტზე, სულ რატომ ხოს ვიზაბებოდი ხოლმე? მე ვიცი მისვლა საათნახევრით ადრე უნდა მივიდე, ყველაფერს ხელი მოვკიდო, ყველაფერი რაღაცა ესე. ტექნიკურად. ჩემი ისა მაქვს ხო. მანან როცა მოდიოდა ნერვიულობდი ხო. რამე რიტუალი გააქვთ კონცერტის წინ? კონიაკი. კონიაკი, როგორც კაციებას კურნალობთ ხოლმე ეგეც. ბატონო ბუბა, არასოდეს არ ლაპარაკობთ ხოლმე სიყვარულზე, მეუღლეზე. არა და წელს 50 წელი შესულდა, რაც ერთად ცხოვრობს და ესეთი იდილიური ოჯახი გაქვთ ხო? კენედის ბრალია რა. ჯო კენედის. რატო? უგრეთში ვიყავით გასტროლებზე დილო, ნაკრები ჯგუფი იყო რა, სხვადასხვა და ოპერიდან იყო. ირაკებაზე ჩემი მეუღლეა. და ცხოვრობთ მე-16 საათზე სასტუმროში. უცებდა კონცერტის მერე რა, ყველა ერთად ახალგაზრდები კონცერტიდან მოვიდით, ტაში რაღაცა, კაი ხაზია და ჩაისვამთ რაღაცა, ცოტა არაღი ქონდა რაღაცა და
უცებ პატყთა კივილი, წივილი ქუჩაში გავიხედეთ, მანქანები ჩერდება, ხალხი მანქანა ხდებიან, რაღაც კარგი პანიკა და ვიფიქრეთ, რომ რა ომი დაიწყო, რაღაც უბედურება მოხდა, ჩავედით ჩვენს დაბლა და თუმცა გამოაცხადეს, რომ კენედი მოკლეს. და ამას შიშისაგან ისტერიკა დაემართა და მე ჩავეხუტე რა, ვაწყარები და აღარ გაუშენე რა. 50 წელია ჩახუტებული მოკლა. ბატონო ბუბა, რაზე ოცნებობს, რა ნატრო აქ ბუბა გეკაბიძეს? გურიაში რო ჩავდიოდი ხოლმე მე გურიაში, აი ბავშვობიდან მახსოვს, პირველ სადღეძელოზე ზეხოდე მშვიდობას გაუმარჯოს, გუმარჯოს მშვიდობას. და არ მესმოდა რა მშვიდობა რა, ნუ მშვიდობა. გურულები ჭკვიანი ხალხია. კი ბატონო. ბევრი რევოლუციონები უნახაიათ მაგათ ხო და ეხლა მივხვდი რომ თავარი არის მაინც წყნარი ცხოვრება. ჩემი ოცნება არის რომ საქართველოს იყოს თავის პატრონი, თავის იყოს სიმღერა, იყოს ყვავილები, იყოს სტუმარი, იყოს სამსახური, ბავშვები წყნარად მიდიოდნენ სკოლაში, არ ნერვილოდნენ და ეს ერთმანეთი გვიყვარდეს, ჩვენ ვართ მომღერალიები. ერთმანეთს ხელი რო ჩავკიდოთ და ვიმღეროთ ერთი მრავალჯამიერი ერთად. იმიტომ რომ ეს თუ გადაარჩა საქართველოს. ყველა სტუმარი ვინც მოდის ხოლმე და ვინც მთავარი პერსონა, ესეთი ჯადოსნური წიგნი გვაქვს, რომელსაც ახლა მე თქვენ მოგცემთ და რაღაცებს გვიწერენ ხოლმე და ამისთან ერთ ისტორიას ვაგრძელებთ ხოლმე და ახლა ამისთან ბოლო ვინც აწერა? ბოლო აბატონო აქ არის ბატონი ელდარ შენგელაია არის გია ყანჩელია აი აქედან შეგიძლიათ თქვენ გააგრძელოთ ძალიან დიდი მადლობა ძვირფასი ჩანაძე თქვენ ხატვის ნიჭიც გქონიათ ბავშვობაში კი ხატავდით ისე. ბატონ ბუბა, ალბათ არ ვიცი, უამრავი ფილმი, სიმღერა, კადრი ახსენდება ხოლმე ადამიანს, როდესაც თქვენ და თქვენ შემოქმედებას გადახედავს ხოლმე და ერთი კადრი მიყვარს, ძალიან არა. ოპა, ეხა დავსვათ. ოპა. ესე გაჩერდება, აი, ახლა ვამთავრეთ ჩვენ გადაღებას და გარემ ერთ ისტორიასაც კი ბატონო. ომალოში უნდა გადავიღოთ ეს ზუროხა რომ მიყავს იმას ვერტფრენდს. დირექტორმა მოიყვანა რაღაც ქალი, მოილაპარაკეს გადაუხადეს ფული, მოიყვანა ზუროხა. მივაბით ზუროხა და აფრინდა. იუსოვი იყო მაშინ ოპერატორი, განთქმული ოპერატორია და მიზას ნიმაც ამან თქვა, რატო? თეთრი ფერის ზროხა იყო და ცას შეერწყა რა. და არ გამოიკვეთა. არა ჩანს. ხო და მე ვთხარ იქნებ შეეღებოთ მეთქი კაცო. ეს კალი წასულია უკვე. მოიტანეს საღებავი რა, ერთ საათში ეს ყავისფერი გახდა ეს ზროხა, აფრე გადავიღეთ. ეხლა საღავს ეს კალი მოდა ზროხის წასაყვანად მოვიდა. ხო და დიდი მადლობა უთხრეს ფული მიცეს და ეს ჩემი ზროხა არ არის ზა. არ მიყავს. როგორ არ არის შენი ზროხა, მეუბნა თქვენი ზროხა შეღე. არა, ჩემი არა, ჩემი არა, ატა სკანდალია რა და მე ვთხარი ქალბატონო გაუშვათ მეთქი და თუ თვითონ მივიდა სახში, მაშინ და მე თქვენია მე ვთხარი და ამით დავთავროთ, მიდის ზროხა და უკან ეს ქალი მიყვება ცრემლიანი და 40 კაცი აპარატები ღმერთ მიყვები და ეს რეკვარეკით სახლამდე და შევიდა ეზოში. ბატონო ბუბა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან, რომ გამოგნახეთ დრო რომ მოსულიყავით და მე მინდა რომ მეიღეთ ძალიან გადაღებისგან. ჩვენს და მე მინდა გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო, დიდხანს იყოთ და მაგრად იყოთ და ერთი სიმღერით უნდა დავასრულოთ ახლა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გთხოვთ. ყვავილების ქვეყანა ჩოქვი შემოვიარე
რომ მითხარი მოვალო ჭირიმე რატომ დაიგვიანე შენთვის დაგრევილი ნარნავი თავაბილები მინდა გულზე დაგაკრა ჭირიმე ვითლამაზი ილები აი რატომ დაგეძე რატომ დავიარდი ან რატომ მენატრება ჭირიმე შენი შავი თვალები მე მიყურე მხოლოდ მაკმარებას მაცამე ჩემო სულის კოკობო ჭირიმე შენ თვალებს ვენაცვალე რატომ დაგეძე რატომ დავიარდი ან რატომ მენატრება ჭირიმე შენი შავი თვალები ვავილების ქვედა ჩოქვი შემოვია რომ მითხარი მოვალო ჭირიმე რატომ დაიგვიანე